საღამომშვიდობის ჩემო მეგობრებო, ჩემო მსმენელებო. ჩვენ ცხოვრობთ ისეთ რეალობაში, სადაც ტყუილი უფრო მეტად ფასობს, ვიდრე სიმართლე. აი ადამიანები ირჩევენ გაუცნობიერებლად ისეთ რამეს, რისი არსიც არ იციან, ან წყარო არ აქვთ. საიდან არის ამოცენებული, საიდან არის ამოზრდილი და რას ემსახურება. ჩემი საუბრები მოგეხსენებათ შეეხება რწმენის შესახებ და ეს რწმენა არ არის უბრალოდ წაკითხulis გააზრება. რწმენა არის ამ უხილავთან წდომა, ანუ ურთიერთობა. რამდენად ხარ ახლოს, რამდენად ცხოვრობ ამ პრინციპები და რამდენად ეთანხმები შენ ქრისტიანულ ღირებულებებს, რომელიც გადის ღირსებაზე, ღირსეული. ადამიანი, რომელიც არის ქრისტიანი, ის უნდა იყოს ღირსეული. ის კი არ უნდა ცდილობდეს იყოს ღირსეული, ის უნდა იყოს ღირსეული. და არა ცდილობდეს რომ იყო კეთილსინდისიერი. რადგან მთელი ახალი აღთქმის სული, ასე თქვათ, რასაც მოციქულები და სამოციქულო გვასწავლის, არის სინდისის სრულყოფა. რაც მოიტანა ქრისტეს სისხლმა. და ეს იყო წინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში. განსაკუთრებით ესაიას 53 თავში. იქ ჩვენ ნახავთ ხო იესო ესაიას გრაგედლში. რა ფორმით, რა მოტივით და რა მიზეზით არის ის გამოგზავნილი ზეციური სამყაროდან. თვითონ იესო ამბობს და იძახის ეუბნება მოწაფეებს, რომ ზეციდან ჩემი ნების შესასრულებლად არ ჩამოსულა. ეს რომ მხოლოდ კაცს ეთქვა, როგორც ადამიანს, ხო, ადამიანური ბუნებით რომ ეთქვა, ადამიანური ბუნებით როდის იყო იესო ზეცაში, რომ ეს სიტყვები ეთქვა, დიდება შენთან რომ გქონდა მამა ქვეყნის შექმნამდე. მომეცი, ან სიტყვები შე რომ მომეცი, მე მათ მივეცი, რათა იყვნენ ჩვენსავით ერთი. თუ თვითონ იყო პირდაპირ გაგებით მამის ბუკვალური სიტყვა, მაშინ რომელი მამის სიტყვები მოგცა ჩვენ, ან მოწაფეებს, ხო? ან როგორ ეუბნება და როგორ სთხოვს მიწიდან ზეცაში მამას, იესო, რომ გახადე ისინი ჩვენსავით ერთი, თუ კი აქ ერთი და იგივეობრიობაზეა საუბარი. და თუ ჩვენ ვიტყვით, რომ ერთი და იგივენი არ არიან, მაშინ ის ერთი ღმერთი არ არის. მაშინ ჩვენც ისეთივე ერთი ღმერთი ვართ, როგორიც მამა და ძე ერთი ღმერთი. აი იმის დავიწყება და ამის მიფუჩეჩება გამოიწვია ეკლესიამ. არასწორმა დოქტრინალურმა და დოგმატურმა ღვთისმეტყველებმა. დაამახინჯა რა საღვთო-წერილის აზრი და გადმოსცა გარდამოცემები, რომლებიც არანაირად არ ეფუძნება მართლმადიდებლობას და იუდაიზმს, რომელიც ქადაგებს ბიბლიური პრინციპებით. აი მე პირადად ხო სემინარიაში სწავლის პერიოდში ვერსად ვერ ნახე თორის განმარტებელი, არ ყავთ ებრაულის მცოდნე, ბერძნულის მცოდნე ყავთ, მაგრამ ბერძნული რაში მჭირდება? ბერძნები წარმართები იყვნენ, მოგეხსენებათ იერუსალიმის ტაძრის დანგრევაშიც ბერძნებმა მიიღეს მონაწილეობა, სამუნებში წერია. ეგ კარგად არის აღწერილი, რომ ელინები როგორ ებრძოდნენ და დაჟე პალესტინაც კი ებრძოდა იერუსალიმს. პალესტინაც კი ებრძოდა. სირია, პალესტინა ეს არ იყო იერუსალიმის ტერიტორია. როგორც დღეს არის. და ამას გვიმალავენ, ისტორია გაყალბებულია, ბიბლია არის გადაკეთებული, ეს დაურწმუნდი, როდესაც მე დავიწყე უკვე ესაიას კვლევა, ფსალმუნების კვლევა ებრაულ ენაზე ძალიან ბევრი შეცდომები ახალ ხო, უამრავი შეცდომები არის და არის შემორჩენილი მხოლოდ და მხოლოდ სამ ენაზე, ნამდვილი ებრაული ფსალმუნები არის სამ ენაზე შემორჩენილი, ეს არის სლავური ენა, არის სეპტუაგინტა, სეპტუაგინტესეული ვერსია და არის ლათინური ვულგატა. აი ეს ძველი ინფორმაცია, რაც არის შემორჩენილი ფსალმუნებში,
და ჯერ ერთი ეს ფსალმუნები საერთოდ არ შედიოდა ებრაულ ბიბლიაში მთლიანად. იმიტომ რომ როდესაც წერილები იწერებოდა ცალ-ცალკე და ფსალმუნები არ არის მარტო 150. იქიდან 73 დავითის არის და დანარჩენი მოსესი, კორახისი, ლემან ეზრახელისა და სხვადასხვა პიროვნებების, რომლებიც უშუალოდ ღვთისმსახურები იყვნენ იერუსალიმის ტაძრის. და დღემდე ჩვენ ვართ სიცრუეში, დღემდე ჩვენ ვართ მასონური, კაბალისტიკური მარწუხების ქვეშ, რომლებიც აიძულებენ ამ სტუდენტებს და ლექტორებს, რომ ტვინი გამოუροცხონ ადამიანებს და დაფარონ ღმერთის სახელით, საბაოთი. არც ერთი, აი მეგობრებო, სემინარიაში მე ვისწავლე 7 წელი. არავინ არ ახსენებს საერთოდ საბაოთი უფალი. ანუ მამა ღმერთის ხატიც არა, თქვენ წარმოვიდგინეთ. ეგ რუსეთში გავიგე კიდე და აგერ ჩამომიტანეს ეს არის ებრაული, რუსული ფსალმუნები არის, ნახეთ ჯერ მარტო რა ხარისხი არის, ხო? და ეხლა ვაპირებ, რომ ქართულად როგორ იკითხება ებრაული ტექსტი, ის ცალკე დავბეჭდო. ნახოთ რა ფინანსები როგორ იქნება, თუ უფალი ინებებს, რა თქმა უნდა ჩვენ ამას გავაკეთებ და მე იმის იმედი მაქვს, მე ადამიანის იმედი არ მაქვს. მე მთავრობებზე და პატრიარქებზე არ ვამყარებ იმედებს. მე ვამყარებ იმ საბაოთ უფალზე, რომელიც არის ჩემი მამაზე ციერი და იესო ქრისტეს ღმერთი. ჩვენ ესე გვასწავლის ბიბლია, იქ არსად არ ამბობს, რომ ჩემზე ილოცეთ იესო ქრისტე, არა, ეგეთ რაღაც არ ამბობს და ყველაზე საწყენი რა არის, იცი? არ ვიცი ეს რამ გამოიწვია, მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ახალი აღთქმა ეს რომაელებმა დაწერეს. რატო ვფიქრობ, იცი რატო გამიჩნდა იგეჭვი, რომ პავლეს წერილები კარგია, კი, თუ წაიკითხავთ, კარგია, მაგრამ პავლეს წერილებით არავინ არ ხელმძღვანელობს სასულიერო პიროვნებები მით უმეტეს. რო შევკითხები ვარ ხოლმე, რომ ებრაელთა წერილი ხო იყო განმარტება ეფრემ კარიჭიძის მიერ მე-11 საუკუნის, ხო? დავით აღმაშენების დროს იყო ეს ძველ ქართულად მაგ წერილის განმარტება, სადაც ნათლად არის მოხსენებული რა არის ქრისტეს მღვდლობა და რომელი გაუქმდა. გაუქმდა საცეცხლურის ლევიანური მღვდლობა, საკურთხევლის მსხვერპლ შეწირვის მღვდლობა, ცოტა გამოსყიდვის მიზნით და დადგინდა ახალი, ეს არის მელქისედეკის წესით მღვდლობა, რომელსაც არც საკურთხეველი ქონია, არც ტაძარი ქონია, არც მრევლი ყოლია და არც მისი მღვდელმთავრობა არ გადაეცემა არავის, რადგანაც ის სიცოცხლის წარუვალი ძალით იქნა შთენილი წარდგენელი უფლის წინაშე. ასევე იესო ქრისტეც გახდა მღვდელმთავარი უზენაესის წინაშე მელქისედეკის წესით. მელქისედეკს არც საცეცხლური არ ქონია. და ეს მელქისედეკი იყო შალემის მეფე. ეს შალემი იყო კლდეში გამოკვეთილი ქალაქი. ორი იერუსალიმი იყო, მეგობრებო, ეს იყო ერთი ჩრდილოეთი ქვეყანაში და მეორე სამხრეთით იებუსელთა ქვეყანაში. და დღეს პალესტინაში სადაც არის ეგ კედლები, ანტონინა ქვია, ძველი რომაული დედაქალაქის ნანგრევები არის ეგ. მან საერთოდ არ ყოფილა იესო ქრისტე. ტყუილად დადიან და ტყუილად ურტყავენ თავს მაგ ებრაელები. ესენი ებრაელები არ არიან, მეგობრებო, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ესენი არიან ხაზარო აშქენაზი თათრები, რომლებიც მიიღეს იუდაიზმის წინადაცვით და რჯულის მიხედვით, ვინც წინა დაიცვით თავს, აღთქმის მონაწილე ხდება, ანუ გაპროზელიტდება. აი ხვდებით უკვე საიდკენ მიდის, რამდენი რამე დაგიმალეს. და სასულიერო პირებს რას ვერჩი, თვითონ ესე გაზარდეს. აი გელათის აკადემიაში იყო ცოდნა, რომელიც მხოლოდ 7 ადამიანი თუ 5 ადამიანი სწავლობდა იმ ძველ ბიბლიოთეკაში, რაც იყო წიგნები და ერთ-ერთი იყო ჩემი ნათლია არქიმანდრიტი სოკრატე, ჭულუხაძე, წიგნიც მაქვს ამის მაჩუქა ლექსათქმული ლოცვები. მას ჰქონდა ეს ცდომა საბაოთ უფალზეც და ებრაული ბიბლიის ორიგინალზეც არის იქ რაღაცა ისეთები, რომელსაც ფლობდა დავით აღმაშენებელი და ერქვათ პრესვიტერები. პრესვიტერები და ეცვათ თეთრი სამოსი, ოქროსფერი კანტებით. ასეთი იყო სამოციქულო გაგება მე-4 საუკუნემდე, სანამ ყველაფერი თავდაყირა არ დააყენა კონსტანტინეს ტირანიულმა პოლიტიკამ. ჩახოცა უამრავი ადამიანები, დაწვა უამრავი სახარებები, რომლებიც იესო ქრისტეზე მოწმობდა. იესო ქრისტეს არ ყოლია მარტო 4 და 2 მოწაფე, რომელიც სახარებაშია შესული ახალ აღთქმაში. იესოს ყავდა 12 მოწაფის გარდა 70, რომელიც მას თან დაყვებოდა. იესო არასდროს არ ყოფილა მარტო 12-თან. ლუკას სახარების მიერთი თავში 70-ზეც არის საუბარი, ანუ 70 რიცხვი, რომელსაც ეუბნება წადი და ნურაფერს წაიღებთ საქადაგებლად, ნუც ვაშკარანს და ნუც სანდალს წაიღებთ და სადაც მიხვიდეთ, მშვიდობა უთხარით იმ ადგილს და იმ სახლს. და თუ მისაღებია მიიღებ მშვიდობას თუ არა და ისე თქვენთან დაბრუნდება ეს მშვიდობა. ესეთი დარიგებით გააგზავნის
70-ს გაგზავნით ცხოვრებს როგორც გლებშიო. აი ჩვენი დავალება რა არის? ჩვენი დავალება არის რომ როგორც ქრისტეს ცხოვრები, ჩვენ ხო ცხოვრებად ვიქცეთ, ოდესღაც თუ გლები ვიყავი და დათვები ვიყავი და კბილები ქონდა და შვები ქონდა, როცა ქრისტეს შევედით, უკვე ქრისტეს ცხოვრები ხდებით. ჩვენ აღარა ვართ ეს ცხოველი და ველურები. აი ჩვენი მოვალეობა რა არის? ის იესურას გასწავლის უყურე. მიდით გლებთან როგორც ცხოვრები. აზე ხარ ეს რას ნიშნავს? ანუ ჩვენი ვალდებულება არის რომ ზუსტად იქ მივიდეთ და იქ ვამხილოთ, სადაც მგლები არიან. ანუ ცოდვილები და სადაც გაუკუღმართებული აზროვნება. მე მთელი ეს 4 წელი უკვე ამ საქმიანობას ვეწევი. გამოვეცით ენოქის წიგნი, ეხლა ებრაულ ფსამუნებს დავბეჭდავთ ტყავის ყდით. მე მინდა რომ აი ეს რუსული ფსამუნები ჩამოვატანინო რუსეთიდან და ქართული ვერსია როგორ იკითხება ებრაული ასოები ქართულად, ეგეც მინდა რომ ცალკე დავბეჭდო. ნუ მოკლედ ფინანსები რა თქმა უნდა ძვირი იქნება, რავი რაღაცნაირად ვიზავრო, შევაგროვო ეს და გავაკეთო ეს საქმე, იმიტომ რომ ადამიანები ინფორმირებულები არ არიან. საერთოდ არ იციან რა არის ფსამუნები, რატო დაიწერა ფსამუნები, დავითი ვის უგალობდა, ამათა გონიათ რომ იესო არის. საერთოდ არ არის იესო ქრისტე ძველი აღთქმის ღმერთი. იმედები მინდა გაგიცხროთ, იესო ქრისტე არის ძე, რომელიც უზენაესის ნების შესრულებად ჩამოვიდა. ეს ჩანს 53 თავში ესაიას 13 ყოლის. რომ უზენაესის ნება მისი ხელით წარიმართება. ხელმწიფება აქვს მიცემული მამისაგან და მოქმედებს მამის ნებით. იესო ქრისტე თავის ნებით არ მოქმედებს, იესო ქრისტე თვითნებურად არ მოქმედებს, იესო ქრისტე არც უტოლებდა თავს უზენაესს. ვერც გაუტოლებდა, იმიტომ რომ ყველაფერი რაც მაქვს მამაჩემისაგან მაქვსო. ამას იმეორებს სახარებაში, რავი, ძალიან ბევრგან. რომ ყველაფერი რაც მაქვს მამისაგან მომეცაო. და მიცემული ნიშნავს იმას, რომ მას მარადიულად ქონდა მამასთან ერთად, ან მამასთან ერთად შექმნილი. მიეწერება თუ არა მამის შექმნილი ძეს. თუ მიეწერება, მაშინ როდის უჩვენებს, ანუ როგორ უჩვენებს მამა უკვე შექმნილს ძეს, თუ კი მამის შექმნილი ძის მიერ შექმნილს უთანაბრდება, ხო? მაშინ აღარ სჭირდება ძეს მამისაგან რამის საქმის ჩვენება და თუ მამა და ძე ცალკე იქმნიან, მაშინ სამება არ არის განუყოფელი. ეს ჩემი აზრები არ არის, ეს ამას ამბობს ავგუსტინე. ხო, ეგ წიგნიც არ მოეწონათ გააქრეს, იმიტომ რომ ნახე ეკლესიაში უნდა იყოს აზრთა სხვადასხვაობა, ამბობს პავლე მოციქული. და ყველას გაქვთ ფსალმუნი, აი ეს მოგეხსენებათ. პავლე მოციქული ამ წიგნზე ებრაულ ფსალმუნებზე, იქ ებრაული იყო ფსალმუნი, სხვა ენაზე არ იყო პავლეს დროს, ამახვილებს ყურადღებას, რომ ყველას, ანუ ეკლესიაში, საკრებული ეკლესია არ არის კედლები, ეკლესიის კედლები არ აქვს, ანუ ეკლესიაში ჩვენ გვაქვს ფსალმუნები და ვეფსალმუნოთ ერთმანეთს. ანუ ძირითადად პავლე მოციქული ამახვილებს ყურადღებას, რომ ყურადღება გაამახვილეთ ფსალმუნებს. ანუ რა წიგნია ესა, ვიზზე უნდა ვილოცოთ, ვინ არის ღმერთი და ვინ არის მისი ცხებული. განსაკუთრებით 84 ფსალმუნში არის შეხედე შენს ცხებულს სახეშიო, უზენაეს მიმართავს დავითი. ეს ძალიან ძლიერი ფსალმუნებია. აი მესამე წიგნი იწყება 73 ფსალმუნიდან 99 ფსალმუნის ჩათვლით. და მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი მუხლები. მეოთხე წიგნიც კარგია და საერთოდ ეს ფსალმუნები და ებრაული წიგნები რო იწერებოდა 5 წიგნეულად. ენოქის 5 წიგნეული არის მოსეს 5 წიგნეული, არის დავითის 5 წიგნეული. ეხლა ეს ფსალმუნები არ არის მაინც და მაინც რა ქვია მაგას, ერთი წიგნი. არა, აქ ფსალმუნებში 5 წიგნი არის შესული. ესე არის დაყოფილია 5 წიგნად. ესეც არიცია. ხედავთ, აი ეს არის პრობლემა, რომ სულიერი ცოდნის სიღატაკი არის. და ფსლის უნით ყავს შენი სემინარი აკადემია და ბომჟები და ლოთები და არყისმელები არიან თეოლოგებად. უნდა გამოყაროს უყველა და სპიჩკა უნდა მისცე, ბენზინი დაასხა და დაწვეს ცოცხლად რა. ეს არ არის თქვა კანიბალიზმი და ეს არ არის რაღაცა შეურაცხყოფა. პირდაპირ გასწავლის აგერ ბიბლიაში თუ გინდა გაიცნო ვინ არის ცოცხალი ღმერთი, შემჭმელი ცეცხლი არის. და ავალებს კიდევაც, რებს ავალებს, ხო და ზოგს კვლელი გონია და ზოგს შურის მაძიებელი ღმერთი არის. თქვენ იცით ვისთან გაქვთ საქმე. პირდაპირ ავალებს ვინც გარყნა თამით უმეტეს სასულიერო თემას ეხება, ვინც გარყნა ახალგაზრდობა და ვინც გარყნა ჩვენი თაობა და ჩვენი ბავშვები, ესენი არიან მღვდლები. დასწავლებები არის, ეგ ხო მოახდინა იქ ხოთაშორის. გავიგე თურმე ეგეც არ ვიცოდი მე, რომ მღვდლები დაუწვიათ კომუნისტებს და ზარის ქვეშ შეუყრიათ და ცეცხლი წაუკიდეთ. რატო მოხდა ეს? რატო დაუშვა ღმერთმა? იმიტომ რომ ადრეც ეგეთი რაღაც ხდებოდა და დღესაც იგივეს იმეორებენ. არაფერი არ გამოსწორებულა. ძველ აღთქმაშიც თუ წაუკითხები, სულ ღმერთი ამ მღვდლებს აგინებს რა. თქვენ ჩემი სახელის შეურაცხყოფლებო, თქვენ ნეხვის ტომარებო, თქვენ ესეთებო, თქვენ ისეთებო, ნეხვს დაგაყრით თავზეო და
დაწყევლა ღმერთი წყევლის რა მთლიანად ძველ აღთქმაში და მეკურდა ხოლმე კაცო რას ერჩის ამ ღვლებს თუ ეს ღვლები ღმერთს ემსახურებიან რატოა გაბრაზებული ეს ღმერთი თავის ღვლებზე მეთქი რა და იერუსალიმის ტაძარი რატო დაანგრია და იერუსალიმის ტაძარი რომ რეალობა არის და ისტორიული ფაქტი არის რომ ნამდვილად არსებობდა ეს არა პალესტინაში არამედ მდინარე ევფრატის ნაპირას და ის ეხა ტყის ბორცვად არის ქცეული და არავინ არ იცის იმის ადგილსაყოფელი ეს დასტურდება ასურეთის და ნინევის ანალებში სამხარების ექვსკუთხა პრიზმაზე სადაც მოხსენებული არის მეფე ხიზკია როგორ დაიპყრო მეფე ხიზკია და თავის პატარა ქალაქ იერუსალიმში როგორც ჩიტი გალიაში ისე გამოამწყდი ამბობს ასურეთის მეფე ნინევი ანუ იგივე ასურეთის მეფე სამხერები დღეს ქალაქი მოსულია ჩრდილოეთ ერაყში მუსლიმანების ტერიტორიაზე ეგ შენი ნინევია აი ეს ისტორიები მეგობრებო რეალობაა ღმერთი არსებობს ცოცხალი ღმერთი ეს არის საბაოთი უფალი ძველი აღთქმის ღმერთი იესო ქრისტეს ღმერთი და მამა და იესო ქრისტე არის ჭეშმარიტი მოწმე ანუ იმისა ვინც გამოაგზავნა ზეციდან და ჩდება ესეთი კითხვა ახლა როდესაც მეუბნებიან მეორე ჰიპოსტაზი ჰიპოსტაზობაში მეორე რას ნიშნავს აი ღვთის ბუნებაო მე ღვთის ბუნებაზე გადახტებიან აი ღვთის ბუნება მაგ ღვთის ბუნებიანი ვარ ჩვენც იმიტომ რომ ამბობს რომ დაფარული საიდუმლო გამოვლინდა სხეულში და მის წმინდათათვის არის გაცხადებული აღარ არსებობს რამე საიდუმლო არამედ ყველაფერი ცხადი არის ანუ ქრისტეში ჩვენ გაგვეცხადა უკვე მამის ყველა საიდუმლოება და თუ ქრისტეს მიეწერება მამის საიდუმლოება დაფარული საიდუმლოება ჩვენთვის სამება შეუცნობელი და დაუფარავი აღარ უნდა იყოს დაფარული აღარ უნდა იყოს უბრალოდ და ესენი დასამობენ იცი გონებით ვერ ჩავწდებით ეს ჩვენთვის დაფარულია ამის განხილვა არ შეიძლება შენ მაინც ვერ გაიგებ ადამიანური ტვინით ვერ გაშიფრავ ეს რო გაიგო მაშინ შენ უნდა გახდე ღმერთი ეს არის სისულელე მეგობრებო იმიტომ რომ განსაკუთრებულად ხაზგასმული არის ვინ არის ღმერთი და ვინ გამოიგზავნა და იესო ამას ამბობს კიდევაც რომ მომავლინებელზე საუბრობს ხო მომავლინებელიო ჩემი მომავლინებელიო და ეს მომავლინებელი ვინ არის თუ ამ მომავლინებელში იესო ქრისტემ საკუთარი თავი იგულისხმა როგორც სამების მეორე ჰიპოსტაზმა მაშინ არავინაც არ ჩამოსულა არავინაც არ განკაცებულა და ისევ ზეცაში დარჩა ის ღვთაებრივი ბუნება და საერთოდ არ შეხებია ღმერთის განკაცება და ეს კაცი იყო რომელიც ლაპარაკობდა რომ აი ესე ხო სისულელია უკვე ამის თქმა ხო რომ კაცი ლაპარაკობს მანდა ადამიანური ბუნებით ლაპარაკობს და ორი ბუნება ქონდაო ორი ბუნებიანი ვარ ჩვენ ყველანი იერემიას ეუბნება სანამ დაიბადებოდი იქამდე გიცნობდიო და სანამ ჩაქსახავდი დედის მუცელშიო ჩემი ხელებით გამოგზერწავდიო მანამდე გიცნობდი და დაგადგინა წინასწარმეტყველად ესე იგი ჩვენ ვიყავით ქვეყნის შექმნადე ვყავდით მამას და რანი ვიყავით და როგორ ვიყავით არ ვიცით იმიტომ რომ მისი ქმნილებანი ვართ ხოლმე მამა მოწყის აი ესეთი რაღაცები ხდება მეგობრებო და შექმნის უნარი ადამიანსაც აქვს შექმნის უნარი ანგელოზებსაც აქვს აი ანგელოზებმა მაგალითად ადამიანების ქალიშვილებთან დაწოლით შვეს გოლიათები გიგანტები ეს ფაქტია უკვე დადასტურებულია ეს წერია მეორე ჯულის 4:11-ში და 92 სამულის 1:11 მოხლშიც რომელიც ამათმა არასწორად თარგმნეს და ეხლა ჩდება კითხვა ხოლმე აი რაში დასჭირდათ ბიბლიის არასწორად თარგმნა და რატო არის მაგალითად ეს საბაოთი უფალი ამოღებული საერთოდ აი იახვეც აღარ არის ნახსენები საერთოდ რომელი იახვეზეა საუბარი ვერ ხედავ როგორც ამ სახელს უხსენებ ეგრევე კვლევი რაღაცა ემართებათ რა როგორ აგარ წერია დალოცული 44 თავი 6 მუხლი და 51 თავის მე-6 მუხლი იახვე წერია პროტესტანტულ ბიბლიაშიც ეგრე წერია და ნუ ფიქრობთ რომ რახან ადამიანები იახვეს ახსენებენ ისინი იაღვევლები არიან ესე არ არის მეგობრებო იმიტომ რომ ეს სანამ საერთოდ კათოლიკური მართლმადიდებლობა დაარსდებოდა ეგ სახელი ქრისტემდე 300 წლით ადრე იყო ყუმრანის ტექსტებში და ამის აღიარება უკვე დაკლულება უკვე წყევლა და დაწერილია ხო ვინც რამე დააკლოს ან ამოიღოს ბიბლიიდან წყეული მცეოს გუშინ სხვადასხვა 59 თავი მორჩი ესაიასი და აი მუხლებს ხომ მივყვებით თანამიმდევრულად 5 ბიბლიას ვადრი ესე ლათინურს სეპტუაგინტას ბერძნულს ძველ ქართულ ხელნაწერებს ვადრი და ორ იმას საპატრიარქოს ბიბლიას და პროტესტანტულ ბიბლიას ვადრი კატასტროფაა იმენ აი კატასტროფა შინაარსი არის დაკლებული ახლა კუმრანის ტექსტებიდან არის ინგლისური ვერსიაც დებენ სხვადასხვა კრაგნილები 22 კრაგნილი არის ესაიას ვერსია და რო ვადრი ამას ხო ანუ აზრი მოკლებული არის შუაში გაწყვეტილი არის და მიკერძოებული არის ანუ ეს ყველა თარგმანი არის მიკერძოებული დაჟე ლათინურის გამიკვირდა რომ ჩავხედე როგორ ესე იგი ლათინებმაც ესე გააკეთეს ყველა ვინც აიღო ეს ებრაული წერილი ყველამ როგორც უნდა და როგორც თავში მოუპრიან და ისე თარგმნა რა აი რატო არის მეგობრებო სავალალო და სატირელი აი ამ ავადმყოფების მიერ თარგმნილი ბიბლიას კითხვა
ავანტყოფები არიან ესენი ჩვეულებრივად რა. რომელი ბერები და რომელი სასულიერო იერარქია, ესენი არიან ჯადოქრები, მეგობრებო. საერთოდ როგორ შეიძლება იმ სახელის ამოღება ან დაკლება, ყველაფერი რაც წერია, ზუსტად იგივე უნდა იყოს. ეხლა ფსამურები მოვჭით, ზუსტად იგივე არის. ერთი 10 ჯერ თუ 15 ჯერ ემა გადახედილი ეს ფსამურები. აგერ ჩემს მასაც ირაკლისაც ვიცის რომ დილას აღამოს უმაგაზე ვიჯექი და დამაწყდა ეს თვალები, ასევე როგორც ენოქის ციგზე, ხო? აბსოლუტურად ის თანამიმდევრულად მიყვება, როგორც იქ რეფაიმები წერია და გიგანტებია მოხსენებული, ჩავწერე იგივე, როგორც არის და არც ერთ ქართულ ბიბლიაში და არც ერთ ფსამუნებში, არც იაღოვლებში და არც პროტესტანტებში 92 ფსამურის მე-11 მუხლი ებრაულად რაც არის და ქართულად 97 ფსამურის მე-10 მუხლი თუ არ ვცდები, აი ეს მიცვალებულებია ჩაწერილი. აი არაფერი კავშირი არ აქვს ამას საერთოდ გიგანტებთან. და გიგანტების არსებობა დადასტურებული და წარღვნა რეალური არის და ის სულელი რო არის კიდე უკრაინის პრეზიდენტი ის გადახსირებული კაცი რომ დასცინა გახსოვთ რომ კიდობანზე რაღაც ფილმი რო გადაიღო. რა ქვია მაგას კაცს? უკრაინის პრეზიდენტს რა ქვია დამოვიცდა. მაგან დასცინა ღმერთს რა, ნოეზე ფილმი გადაიღო კიდობანზე და კი გაასწორა მიწასთან რუსეთმაც რა. არ შეიძლება მეგობრებო ღმერთი საბუჩად აგდება, არა მეც ადრე ხშირად რაღაცა ისე მქონდა ხოლმე ამ ბიბლიაზე, მაგრამ არის რაღაც ამ წიგნში თუ ჩვენ ებრაულს მიყვებით და ებრაულად გავეცნობით როგორი იყო ეს ხალხი, რა რწმენა ჰქონდათ, რა არის იერუსალიმის ტაძარი, რას მოითხოვდა ღმერთი მათგან, რა თქმა უნდა ჩვენ საერთოდ წარმოადგენდა შეგვეცდება ჩვენს რწმენას. იმიტომ რომ ეს ჩვენი რწმენა არ არის. ნახე, ეხლა მეუბნებიან ხოლმე რომ აბა ჩვენი მამაპაპას ხდებოდა, ჯერ მამაპაპას რას ეძახი? მთელი მამაპაპი რელიგია ის იყო ზედაშეები და წარმართები იყვნენ, ხო? ჯერ წმინდანინო სანამ შემოვიდა და კეთთაყვანისმცემლები იყვნენ და დღემდე მაზლიანები და ცეცხლთაყვანისმცემლები არიან აქ თბილისში ბევრი ძალიან. მიუხედავად იმისა, რომ ვითომ პატრიარქთან დადიან და იქ რაღაცებს აკეთებენ. მაინც იკეთები დარჩნენ. ზოგი მზეს სცემს თაყვანს. თვითონ ღუდელებშიც არიან მზის თაყვანისმცემლები. ქრისტოს მითრას თაყვანისმცემლები რომაული ღმერთის. და ის სახში რაღაც სიმბოლოობა კიდე მზის ბურთულ აქვს ეგრე და მიკვირდა ხოლმე კაცო რატო? მე კათოლიკური იმაში შევხედე და საკურთხეველში მზე უდგათ რა და ის მაინტერესებდა ხოლმე ეს ბურთი რა არის. ესო ჭეშმარიტებაო და სხივებს რო ფანტავს რაღაც და ეს ყოფილა თორმე სოლ იმიქტუსი. ლათინურად ყოფილა უძლეველი მზე. საგალობელიც არის მაგაზე დაწერილი. რომაელების სცემდნენ თაყვანს მზის ღმერთს სოლ იმიქტუსს და მის ძეს ქრისტოს მითრას. აი რა გააკეთა კონსტანტინე. ეს ყველა რელიგიები რო შეკრიბა, ისე თვითონ არ აინტერესებს საერთოდ არც ბიბლიას არც კი იცოდა საერთოდ კონსტანტინე. და რანაირად არის მართლმადიდებელი იმპერატორი ჩემამდე არ მოდის. ახან ესე გამოყო, იქ არც არის მოხსენებული, რომ კონკრეტულად მართლმადიდებლობა აირჩია. ეს კათოლიკური მართლმადიდებლობა ერთად იყო მე-11 საუკუნეში. სანამ დიდი სქიზმა მოხდებოდა. ნუ მოკლედ რასთან ამაკ ახლა საქმე რა. რატო მოხდა ამ ებრაული ცნობიერების და რწმენის გადმოთარგმნა ქართულად, ლათინურად და ბერძნულად და გავრცელება ესე ერებში. ესაიაში არის დაწერილი, რომ ჩემი სახელიო და ფსამუნებშიც მთელი ხალხის წინაშე იქნებაო განდიდებული და მიკვირდა ხოლმე ახლა ხო 1 საათიანი გალობა არის საბერძნეთში ლიტურგიაზე ალილუიას გალობენ რა და მიკვირდა ხოლმე ეს ალილუია რა არის ეს როგორ შეიძლება 1 საათი ალილუია იგალობო თურმე ღმერთის სახელი ყოფილა ფსამუნებში ჰალელუ არის განადიდეთ და იახ არის ღმერთის სახელი იახია მისი სახელი ის ვინც უდაბნოებს რა 97 ფსამი იქ წერია ებრაულში აი ხალხო რას მალავენ და ეხლა ვერც გამამტყუნებ, იმიტომ რომ პირველ რიგში დამნაშავე ის არის, ვინც ასწავლის. არასწორად ვინც ასწავლის. აი სემინარი აკადემიის ლექტორები. ეგენი ყველანი გამოსახვითები არიან მაგდან. ყველანი აბსოლუტურად ვინც მან დაასწავლის, რეფორმაცია გადატრიალება უნდა მოხდეს, სერიოზული გადატრიალება. ესენი არ ვიცი მეგობრებო, კი არ ყვნიანი მენ აი თავხედობის უმაღლესი პიკი არის უკვე რა. გარყვნებაზე ხო აღარ უნდა გადავოს, კაი ჯანდებას გარყვნილები არიან, კაი დავანებო თავი, მაგრამ ღმერთის სიტყვას რო ამბრუდებ ვინა გდიხარ შენ ვიღაცა ლაწირაკი თავხედი გდიხარ იქა და რაღაცა ფინანსები ჯერ ფინანსები კი საერთოდ შეუწყდეს საპატრიარქოს და სასულიერო სემინარ აკადემიას დაფინანსება საერთოდ უნდა შეუწყდეს სერიოზულ ოფიციალურ სახელმწიფო დონეზე რა ჯერ ერთი რატო უყურებ ბიძინა ივანიშვილის რო გაუჭირდა და ამდენი აქციები ჩატარდა სხვადასხვა იქ სასულიერო პირებიც იყვნენ მოღონაც გახდელი კაპებით იყვნენ არც ერთმა სასულიერო პირმა არ დაუჭირა მხარი ბიძინას როცა ბიძინამ მილიარდერები გახარდა ეს ეპისკოპოსები. ძალიან დიდი პატივი ისცა რა და არც ერთმა მეუფემ მასხარი არ დაუჭირა. დაჟე ის რო არის გამოთაყვანებული, რა ქვია კაცო, მეუფე ფაჩუაშვილი თუ ვიღაცა.
ხო, სააკაშვილის უჩას ხარს და სააკაშვილის მოსვლა უნდა და ხო გახსოვთ ეგეც. ნიკოლოზ ფაჩუაშვილი თუ რაღაცა. ხო, აი ეგ ვინც არის რა? წარმოიდგინე რა, აი როგორი სულ გაყიდული ხალხია რა, ფულის მონები, ხო? რა შეაწყობთ ახლა სიმართლე კი არაფერი არის იან საერთოდ, გაგებაში არ არიან არაფერს რა. სიმართლე არის ერთი მეგობრებო, ეს არის ებრაელი ხალხის ისტორია და იერუსალიმის ტაძარი. ეს არის სიმართლე და დავითის ფსალმუნები, ხო? და მელეხ, დავით მელეხ, ებრაულად ისრაელის მეფე, დავითი. აი ეს არის მეგობრებო ამათი რწმენა, ებრაული, რომელიც ღმერთმა ქვეყნებში გაავრცელა, რუსეთი, საბერძნეთი, საქართველო, ალექსანდრია თუ რაღაც არის ხო, ანტიოქია, ყველა აბსოლუტურად აღიარებს, თვითონაც ვერ ხვდებიან ვის აღიარებს ამ ალელუიას სახელით ადიდებენ მამაზეციერს. იესო არ არის არც იახი, არც მამაზეცია, არც საბაოთი. ეს იახი არის ზუსტად ის საბაოთი იახი, რომელიც მოხსენებულია ძველ აღთქმაში ძალიან ბევრჯერ, ძალიან ბევრჯერ. 5 წიგნი მაქვს შედარებული, 5 ბიბლია და ყველგან არის მოხსენებული რა. ბევრგან არის მოხსენებული იახი. აი ესე მეგობრებო, ეგ მინდოდა რომ მეთქვა. დან დიდ სიცრუეში გვაცხოვრეს საუკუნეებია და ეს არ არის ქართული მამაპაპური რწმენა. ჩვენი რწმენა ეს, რასაც დღეს მართლმადიდებლობა ქვია, ეს არის ებრაული. ამას არაფერი საერთო არ აქვს ქართული კაცის რწმენასთან. ქართული კაცს დღემდე რაღაცა ის მთის რაღაცეების წამს რაღაც. თავისი კოპალები და წმინდა გიორგები და რაღაცა ის ფანტაზიების წამს. და დღემდე იძახიან ხო, თეთრი გიორგიო თუ რაღაცა ხო. ქართულ ღმერთსა ქვია გიორგიო. თეთრი გიორგიო ხო. აი არის ამათი ღმერთი. ამათი ღმერთი ქრისტე არ არის. ეს არის ძალადობით შემოგდებული, თამარ მეფემ ძალადობით შემოიტანა ეს ქრისტიანობა და მიაღებინა თორე დღემდე თაშიც მზესცემე თაყვანს და იქა თუ რაჭაში თუ სადღაც არის, იქაც იგივე თაყვანის სიმრები არიან. თუ სვანეთში ხო. ხო, ეგენიც ხო. არ არიან ესენი ქრისტიანები, მეგობრებო. ქართველები არასდროს არ ყოფილვართ ქრისტიანები. ეს არის ძალადობით მიღებული ქრისტიანობა, რომ აი საბერძნეთთან და ბერძნებთან რო პრობლემები ქონდა, მაგათმა ხო ტერიტორიები წაგვართვეს. საბერძნეთის ბიზანტიის მეფემ, იმპერატორმა ბიზანტიის რა ერქვა მაგას გავიხსენო. გიორგი პირველთან ბრძოლა მოუწია. ვასილი მეორე, ხო? ვასილევ მეორემ ჩვენი ტერიტორიები წაგვართვა. მდინარე ეფრატამდე იყო ჩვენი ტერიტორიები, გიორგი პირველის დროს, საქართველოს ერთიანი მეფის და ვასილი მეორე კეისარმა, ბიზანტიის იმპერატორმა წაგვართვა. უამრავი ადამიანი ჩახოცა, უამრავი ქართველი ჩახოცა. დღემდე ის ლაზები, ვინც არიან იქ თურქეთის ტერიტორიაზე, ისინი ჩვენები არიან ხალხო, ისინი არიან ქართველები. სისხლით, სულით, გულით და ყველაფრით ქართველები არიან და მე მჯერა რომ აი ეს ლაზიკა, ანუ ის ძველი მდინარე ეფრატამდე ტერიტორიები, ხო, ტაო-კლარჯეთი, გაქრისტიანდება და დავით აღმაშენებლის დროინდელი წმინდა დაბრუნდება იქ. და ეს ყურანს რაც შეეხება, ხო, ის თმაგაჩეჩილი ბიჭი რო გამოცხომე და შეურაცხყოფას რო აყვნეს მუსლიმებს, რომ ვითომ ყურანიო კრძალავს რო ღმერთს მამა უწოდოს. ეგ არის მეგობრებო ფანტაზია, მაგას ნუენდობით, მაგ ადამიანმა არაფერი არ იცის, ეგ არის ღმერთებით დაქირავებული, მოტყუებული პატარა ბიჭი არის, მაგან არაფერი არ იცის ვაფშე. და ვინც იცის და ჩახედილი არის, იმას არც უშვებს რომ ელაპარაკოს რა. აგერ ჩემი ადამიანი ერთი, ხა მე ხო არ მივალ ამ ხედა კაცი. პატარა ბიჭი მიუგზავნეს, კითხვები დაუსვა და დაბლოკა ის ბიჭი რა. რაღაცებს აწვება, რაღაც სისულელეებს. ეხლა მე აგიხსნით რა ხდება ყურანში. ყურანში რომ საუბარია რომ ღმერთი არ არის არავისი მამა, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ ყურანი უარყოფს, რომ ებრაელები ღმერთს მამას არ ეძახდნენ. რა თქმა უნდა, ესაიაში და იერემიაშიც და მალაქიაშიც ებრაელების მამა ღმერთი არის იახვე. იახი, ანუ ებრაელების იახვეს ეძახდნენ მამას, ებრაელები. ეს არის 64:7 იერემიას მესამე თავში არის, მამა თქვენი ვიქნებიო, აღიარებთ რომ მამას მიწოდებთო. ასევე მალაქიას მეორე თავში არის, ხო? თუ მამა ვარსა და ჩემი პატივისცემაო, ხო? ასე რომ ებრაელებისთვის მამა ღმერთი იყო ერთი. ლევადეხა, მხოლოდ ერთი, ეს არის ცაბაოთ იახვე, ცაბაოთ უფალი. მამაზეცი, იესო ქრისტეს ღმერთი. აი ეს არის ცაბაოთი. და როცა ყურანი ამბობს, რომ მამა არავის უწოდოთ, მით უმეტეს უზენაეს მამა არ ეწოდება, ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ არავისი მამა არ არის. და რა გაგებით ეწოდება მამა, ეს მასაც წკნის ყურანი.
იმ გაგებით ეწოდება როგორც განჩენს. რადგან ყველაფერი ხომ მისგან გაჩნდა. ამ გაგებით ის ყველას მამა არის. ყოველი სულების მამა არის. პავლე ამბობს, ხო, ყველა სულების მამა არის. ანუ სულთა უფალი არის მამა, იესოს სულის უფალიც არის. ჯვარზე გახსოვთ, ხო, იესო ქრისტემ რო შეავედრა სული. მამაო, შენ ხელს შევავდრებ ჩემ სულსაო. ესე იგი ეს სული თუ თვითონ იყო ის სამება, რომელი სული შეავედრა, ხო, ზეციერს. სისულელე, ხო? თან გაცოცხლდა სულითო. მოკვდა სხეული და გაცოცხლდა სულითო წერია. ესე იგი სისულელესთან ხო ჩვენ უკვე საქმე, ხო? რომ ვითომ უზენაესი მოკვდა რაღაც გაგებით. აბა როგორ გაცოცხლდა სულით კაცო? სული მოკვდა და სული გაცოცხლდა? ხო არის სისულელე, უკვე სისულელე და დეზინფორმაცია. აი სამების დოგმატი რა. უამრავი ფაქტები არის, უამრავი მუხლები არის, თუნდაც საკმარისია ებრაელების მეხუთე თავის მეშვიდე მუხლი. ბოლო ჟამსო, სიკვდილის წინო, ცრემლებითა და ლოცვა ვედრების შესწირა მამაზეციეს ვედრებაო, მასო ვისაც შეეძლო ის სიკვდილისგან დაიხსნაო. ესე იგი საკუთარი თავით კი არ შეეძლო იესო ქრისტეს დამოუკიდებლად აღდგენა მამის ნებართვის გარეშე. და გალატათა წერილიც მასე იწყება, მამა მინება იესო ქრისტეს აღდგომა კვეთით. მამამ გააკეთა ის. მამამ და მძემ ერთად კი არა? არა. მაშინ რაღაც საჭირო იქნებოდა ლოცვის აღვლენა სიკვდილის წინ, რომ დაეხსნა სიკვდილისგან. ანუ სამუდამო სიკვდილისგან. განსაერთოდ სიკვდილისგან ჯვარზე რა, არამედ სამუდამო სიკვდილისგან. გაცოცხლდა სულით და ჩასულიქნა ჯოჯოხეთში. ანუ უკადაგა იმ დატყვევებულ სულებს, რომლებიც წარღუნამდელი დროის ეპოქაში წყალდიდობით დაიხჩნენ და აღმოჩნდნენ ჯოჯოხეთში. იმათ სულებს უკადაგა, რომელიდანაც 8 სული გადარჩა, ანუ წყალდიდობაზეა საუბარი და არა ანგელოზებზე, იმიტომ რომ ის ანგელოზები ხო უკვე ჩაყარა ტარტაროში და იმას განკითხვის დღემზე მოელოდება აღსასრული, იმათ შენდობა არ აქვს. და იმ სულებს, რომლებსაც ჩავიდა იესო და უკადაგა, ეს ადამიანები არიან, ესენი არ არიან დაცემული ანგელოზები. ამას ვიძახი და ბევრი არ მეთანხმება, მაგრამ ესია სხვა ახსნა ამას არ აქვს, იმიტომ რომ ანგელოზებს როგორ უკადაგებდა ქრისტიან, რა უნდა ეკადაგა, თუ ისინი უკვე დატყვევებულები არიან ტარტაროსში და შენდობა არ აქვს უზენაესისგან. რა უკადაგა? შენდობა უკადაგა? მაშინ როგორ არის შემონახული განკითხვის დღემდე? ხო, ეს ხო აბსურდია. რა თქმა უნდა, უკადაგა იმათ სულებს, ვინც წარღვნის პერიოდში დაიღუპნენ წყალდიდობისას და არ დაუჯერეს ნოეს. აი ეს არის სიმართლე მეგობრებო, რომ იესო ქრისტე არის უზენაესის მსახური, უზენაესის ნების აღმასრულებელი და შუამდგომელი როდის იყო მთავარი ხდებოდეს უზენაესი, ხო? საკუთარ თავს ყვარულ შუამდგომელ რაღაცა. ბევრი მაგალითები, ანუ მომავლინებელი ყავს და როგორ ეხა მომავლინებელში იგულისხმება იესომ საკუთარი თავიც, მაშინ არც არ უნდა გაკაცებული, ხო, თუ რაღაცა გაგებით, ამ მომავლინებელში საკუთარი თავის მომავლინებელი თვითონ არის იესო და საკუთარი თავის გვერდზე დაჭდა ახოს სულელია უკვე ეს. აბსურდია, ხო? და მეუბნებია რომ შენო სამების დოგმატს ეწინააღმდეგება. მე კი არ ვეწინააღმდეგები, სამების დოგმატი თვითონ ეწინააღმდეგება იესო ქრისტეს სიტყვებს. წინა წერილს თავი დავანებოთ. იესო ქრისტეს სიტყვებს ეწინააღმდეგება. და სამების დოგმატი რომ მივყვეთ, ფაქტიურად არაფერი არ არის, ანუ არ არსებობს სამება. წყარო არ არის რა, არაფერზე არ არის დაფუძნებული. და როცა არაფერზე არ არის დაფუძნებული, იქ ვერც ვერაფერს ვერ ახსნა. და მე მეუბნებიან, აი ადამიანური გონებით შეუცნობელი არის. ყველაფერი გაგებული არის, ანუ მის მინათათვის რომ დაფარულიდან საუკუნიდან დაფარული საიდუმლო გაცხადებული არის. რა ის საიდუმლოების დაფარული საიდუმლოებზე მელაპარაკებით რომ ამოუხსნელია და გაუგებარია ჩვენი. არაფერი არ არის გაუგებარი წინა წერილში. ყველაფერი არის გასაგებად. ღმერთმა დაწერა, იესო ქრისტემ დაამოწმა და სულიწმინდამ დაბეჭდა. ღმერთმა აღწერა, თქვა, იესო ქრისტემ დაამოწმა, სულიწმინდამ დაგვიბეჭდა. ეს არის მოწმობა. და იმ სულიწმინდის ნიჭით ჩვენ გვაქვს უფლება რომ ამაზე ვისაუბროთ და შევარცხვინოთ ყველა ის ადამიანი, ვინც აი ამ სიამყრალეს ქადაგებს. იქნება ეს თეოლოგი, იქ ვიღაცა შაფანტყურა ხალხი და ლექტორები და იქ ვიღაცა მღვდელმთავრები თუ მღვდლები, ესენი გამოსაყრელები არიან სულ, აბსოლუტურად სულ გამოსაყრელები არიან. ეს არის მეგობრებო მასონური კაბალისტიკური ლოგიკა. ეგ სამებაც, ეგ მენორაც, ეგ თქვენი საკურთხევლების, ეს თქვენი მღვდლებიც ემსახურებიან ეშმაკს. და არა უფალზეციას, მამაზეციას. ამის ნათელი მაგალითები და ფაქტები და ნაყოფები ჩანს. რასაც აკეთებენ და რასაც საქმიანობენ ეგენი. და ფულს და დაფინანსებას რაში ძიღებენ. გადაამოწმეთ, აბა ამდენი დაფინანსება საიდან აქვს? მილიარდერი მეუფე ვის გაუგია. აგე დამაფინანსო მე და გამოვცემ ებრაულ სამუნებს ჩამოვიტან ქართულ ვერსიას გამოვცემ და კი ბატონო, დამაფინანსო, აბა რას აკეთებენ? რას აზიანიკა?
კარგს ჭამენ, კარგს ვამენ და არაფერსაც არ აკეთებენ. იესო ქრისტეს ეკლესია ადამიანების სახით დატყვევებული ყავდა მონობაში ყავდა. აღსარება ზიარებით და რაღაცა სისულელეებით. აი ესენი რას აკეთებენ. ემსახურებენ ეშმაკის საქმეს, იმიტომ პავლე ამბობს, რომ ქრისტე მოიტანა სინდისის სრულყოფა. ჩემი სინდისის სრულყოფილი არის, ხო? რომელ აღსარებაზე ვლაპარაკებ? ჯერ ერთი საწერია ახალ აღთქმაში, მანახეთ, რომ აღსარება ცოდვების ჩაბარება მამაოსთან. ან მანახეთ საწერია, რომ მოძღვარი უნდა დაუძახოთ ვინმეს. პირდაპირ ამბობს 23 თავში მაცხოვარი, რომ მოძღვარს ნუირქვამთ თავთა თქვენ თავ. მოძღვარის კი არ უნდა უწოდოს საკუთარ თავს, საგან ჩვენ ერთი მოძღვარი ყავს, ეს არის ქრისტე. ის არის ჩვენი მასწავლებელი, ის არის ჩვენი მაგალითის მომცემი, ის არის ჩვენი კვალი, რომელსაც უნდა გავუყვეთ, ის არის გზა მამასთან მიმყვანი. და არა ამ წვინ დაცურებულ, შიფერ დაცურებულებს რა. ზოგ-ზოგი ერთებს, იმიტომ ყველა ქართველზე არ ვიძახი, მაინც და მაინც მამა ურჩევნია. ერთ ძველი ვილაპარაკე რუსეთში და ლევანო მამაოს მოიყვანთ და იმასთან ერთად რომ გავიმეორე ხარ რაც გითხარიო, შეგიძლიაო? კი მეთქი, მომიყვანეთ. მე რა უთქვიათ იმ ვიღაცისთვის, რომ ესეთ ეს პიროვნება არისო და გამოხვალო, არა, იმას უთქვია. და ის მე თვითონ ჩამერთო ის ბიჭი რუსეთიდან და მეუთხარი, აბა რა ხდება მეთქი რა. შენო ისე ლაპარაკობ, რომ ვაფშე ადამიანმა ტაძარში აღარ უნდა იაროსო. ბიჭო, მაცადე ერთი წუთი, რას ქვია ტაძარში არ უნდა იაროს, ბიჭო, რო დადიხარ არო. გინდა რომ მოტყუებული იყო, ანუ ვიღაცა მამამ დააბოლა, რომ აზრი არა აქვს, მაგ ერეტიკოსთან ალბათ ჩემზე იყო საუბარი. ახან ესე გელაპარაკაო და ანუ ესენი არიან მეგობრებო, აი სულს კლავენ. თუ ებრაული წვენა გაქვს მოპარული, ებრაული ფსამუნებიდან გელაპარაკები. და არ მოდიან, ხდები? არ მოდიან. იცი რატო არ მოდიან? მე შეთხსავენ რაღაცა ჭორებს აგდებენ, რომ ეს განდგომილი მწვალებელია. ამას არა აქვს არავითარი აკადემიური ცოდნა, რომ ჩვენ ამას რამე ველაპარაკოთ. ეგ ეშმაკეული და შეპყრობილი არის და გააგდეს ტაძრიდან და მაგას სახურებას შეუჩერეს და ჩვენ უფლება არ აქვს მაგას ველაპარაკოთ. აი ამას შეთხსავენ. როგორც ქრისტეს შეუთხსეს, ხო? რა ძალაუფლებით აკეთებ, ვინ მოგცავ ეს ძალაუფლებაო, ხო? ანუ იგივე ეს მეუნებიან მე. შენაო ქრისტემ დაგავალაო, ფსამუნების წერაო, რა იმით აკეთებ, კურთხევა ვინ მოგცავ. ანუ ეს კურთხევა იგივე ძალაუფლებაა რა, ის ღვთლები რო დაძლებდნენ იესოს. რა ძალაუფლებით აკეთებ, ანუ ვინ მოგცა შენ ეს ძალაუფლებაო. ანუ კურთხევა ვინ მოგცავ. იგივე საკეთებენ ესენი ერთ-ერთში. და იგივე საკეთებენ, ანუ იესო ქრისტეს ღმერთს უტოლებენ. აი ეს თმაგაჩეჩილი ბიჭი რო ყავთ კიდე ნეო, ამანტყოფი ეგეც. ღმერთმა უშოროს და გონება გაუნათოს. სუმაგაზე თხო რო აი იქება რაღაც დღე დადგეს და რაღაც გაეხსნეს ამ ადამიანს რო ყურანზე რო იძახის ცუცა კაცო. ყურანი რა არის? ნახეთ, ყურანი რატო ეუნება, რომ მამა არ არის, მამაზეცი არის, მამა, არავის მამა არ არის. იმ გაგებით რომ მას არ ყურია ცოლი რო შული გაეჩინა. არც ძე არ ყავსო, იმიტომ ამბობს რომ ის ძე არ არის ღმერთი. ნუ უწოდებთ იმ დედას და მამას, მარიამს და ძეს ღმერთებს, კაცო. ნუ გაიგივებთ უზენაესთან, რადგან უზენაესის გარდა, ცაბაოთ უფლის გარდა, არც იესო და არც მარიამი და არც სხვა ანგელოზები არ არიან ღმერთები. კი ეწოდებათ ღმერთები ესე სატანასაც და ანგელოზებსაც 91 ფსალმში, მაგრამ უზენაესი ამბობს რომ ჩემ შემდეგ სხვა ღმერთი არ არსებობს, იმიტომ მე გამოვსახი, მე შევქმენი, ჩემი სახელით შევქმენი. ის ვინ ჩემი სახელით მოდის და დამიწადეს, მე შევქმენი, მე გამოვამზადე ისინიო. უზენაესის უწინ არც არავინ იყო და არც შემდგომ იქნება ჩემს გარეშე სხვა ღმერთი. და ესენი ამბობენ რომ იესო ქრისტე მეორე ღმერთი არ არის. ეს არის მეგობრებო, სისულელი იესო თვითონ ამბობს 91 ფსალმში სატანაც ეუბნება, ხო? შენზეო დაწერილია იახვე თავის ანგელოზებს უბრძანებს რომ დაგეწონო ქვასფეხი რა წამოკრავ. და 91 ფსალმის პირველი მუხლი პირდაპირ ეგრევე იწყება. ის ვინც უზენაესის საფარქუში დამკვიდრებული ყოვლის შემძლის ჩtildeქეშ ისვენებს, ეუბნება იახვეს. ჩემი ღმერთი ხარ, ჩემი ციხესიმაგრე და ჩემი თავშესაფარი და 19 მუხლიც კიდე იმეორებს დავითი ეუბნება იესოს. შენს თავშესაფრად აირჩიე უზენაესიო, იესოს მიმართავს. ასე რომ ნუ გაგიკურდებათ მეგობრებო, რაღაც გაგებით თუ სიტყვას ეწოდება ღმერთი, ასევე ლუციფერსაც, სატანასაც ეწოდება წუთისებრი ღმერთი და მოსესაც ეწოდება ელ-მოშე. ფარაონისთვის ღმერთად დამედგენი ხარო, ანუ უზენაესი არ შეიძლება იყოს მამა, არ შეიძლება იყოს ღმერთი. უზენაესი არის ერთი და ის ყველაფერი რაც არის წოდება და პრეროგატივა მოდის უზენაესისგან. თვით სულიწმინდასაც კი ის აძლევს ყველას. მხოლოდ მამაზეცია. და მაგაზე იყო დავა ხო კათოლიკებსა და მართლმადიდებელებს შორისო სულიწმინდა გამოდის თორად ისეგანაცო. ავგუსტინ ესეთ რაღაცას ამბობს. და სულიწმინდა გამოდის ისეგან, მაგრამ უპირველესად მამისგან. ანუ იესო ქრისტე მეორეა რა. მამის შემდეგ არის მეორე. გამტარია უზენაესის ნება მისი ხელით აღესრულება დედამიწაზე. აი ვინ არის ქრისტე ცხებული, ანუ ქრისტე ეს არის ბერძნული ტერმინი და ებრაელებში არის მესია.
მოშიახი ცხებულ შეხედე შენს ცხებულ სახეშიო დავითი რეუნება იახვეს ესე იგი ორი პიროვნება უთხრა იახვემ ჩემს მეუფეს დაჯექი ჩემს მარჯვნივ ვიდრემდის დავამხოდე შენს მტრებს შენს ფეხთა ქვეშ საშუალების ეწნაკ შევშენო ხო არის ესეთი საუბარი და აი მეგობრებო აი ეს არის რეალობა ებრაული ფსამუნებზე იმიტომ ამახვილებს პავლე მოციქული ყურადღებას რომ ჩვენ არ გავაღმერთოთ ძე და არ გავუტოლოთ უზენაეს და არ გავაკეთოთ ისეთი რაღაცა რაც იესოს არ უთქვია იმიტომ რომ ვისაც მამა ყავს ის აუცილებლად ძეს მიიღებს როგორც მისგან გამოგზავნილ ცხებულს როგორც სიმონმა აიყვანა ხელში იესო და თქვა სიტყვები ზეცაში მიმართა იახვეს ას განუტევე მონაშენსას სიტყვისეებ შენი სამშვიდობით მეუფეო რადგან იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი მაცხოვარი იხილესო შენ კი არ გიხილესო კაცო შენ რომ გამოგეგზავნეო შენი მაცხოვარი რომელსაც უნდა ეტვირთა კაცობრიობის წოდები ხეულით ხო აი ეს ამის რწმენით იყო იმდროინდელი ებრაელები და ეს ებრაელები დღესაც ესენი ებრაელები არ არიან სიტყვა ებრაელი ანუ ებრაელები წინა დაწვეთამდე არსებობდნენ ეს იყო იოსების პერიოდში როდესაც იოსები ძმებმა მოსაკლავად გაიმეტეს და მერე ისმაილის ვაჟებმა ეგვიპტის პოტიფარს მიყიდეს ეგვიპტეში გაიყიდა იოსები იქ ამბობს რომ ეგვიპტის ებრაელთა ქვეყნიდან პარვით მომიპარესო ანუ ძმებმა ხო ჩააგდეს ორმოში მოკლას უპირებდნენ ხო მე რეუბენმა დაიცვა რომ არ მოკლათო სირცხვილიაო და რაღაც ცოტას დავიდებთო და იყოსო და როცა რეუბენი მეორე დღეს ამოსაყვანად მივიდნენ ჭაში აღარ დახვდათ იოსები ისმაელიანებმა ამოიყვანეს ქარავნით ანუ ქარავანი იყო ესენი ყიდნენ ეგვიპტეში საქონელს ეს ისმაელები არაბები და მიყიდეს ეგვიპტეში პოტიფარს ანუ იქ ბარე მიყავდა და კაი ფულს ავიღებთო რა თორე რომ ცოდნოდათ რომ იოსები ახო გაიგებდნენ რომ იოსები იაკობის საყვარელი ვაჟი არის სიყვარულით გაჩენილი სიყვარულის ნაყოფი იყო არ დაუბრუნდეს ხედავ გაყიდეს აი რა დანაშაული მიუძღვის ისმაილის ვაჟებს ქრისტიანების მიმართ ძმობის მაგივრად ესენი წიხს გვირწყავენ ზურგში აი ძალიან არ მომწონს იმიტომ რომ ყურანი არანაირად არ აწინააღმდეგება ბიბლიას რა გაგებით შეეწინააღმდეგება როდესაც პირდაპირ ამბობს თუ ჩემი არ ჯერაო წაიკითხეო ზებური და თანახი ხო ის თორა და თავრათიო სადაც წერიაო ხო ყველაფერი რა თქმა უნდა როგორ უარყოფს ყურანი ღმერთის უზენაესის მამობას თუ კი მთელი ბიბლია მაგით არის გაჟღენთილი და უზენაეს ებრაელები მამას ეძახდნენ შენ იახვე მამა ხარ ჩვენიო ესაია 64-ის მე-7 მუხლში წერია აბენო ნიშნავს მამა ხარ ჩვენი დავასრულებ ახლა ლაივის აღარ გადაღლით მეგობრებო მედია საინტერესო იყო და დაფიქრდით ამ ყველაფერს რა ვიცით რომ თქვენ გულში არის რაღაცა სიმართლის ნაბეჭკარი და ამგვარად ვისაც უყვარს ღმერთი ამას უთქმრად მიხვდება შეიძლება ადამიანს ბიბლია საერთოდ არ ქონდეს საკითხული მაგრამ გულში არის ღმერთის ხმა სინდისი ის სინდისის სრულყოფა რამაც ქრისტე მოიტანა ქრისტეს გამომხსნელმა სისხლმა იმ სისხლით ისათნოა უფალმა იახვემ და მოიტანა მშვიდობა შერიგება მოვიდა ყველაფერი სისხლით ეკურთხება ანუ იესო ქრისტე წინასწარ გამზადებული მსხვერპლი იყო ცოდათათვის ადგენილი შესარიგებლად ანუ წინასწარ გააკეთა ის მამა წინასწარ იყო ჩაფიქრებული წიგნის გაგნიში წერია ხო დედაკაცის თესლი გიჭეჭყავდა შენა თავს დღეს ამ პროცესში ვარ ჩვენ ესა ვარ ჩვენ იმ დედაკაცისგან ნაშობი კაცის ძე ჩვენ სულში გააცოცხლა ღვთისმშობელმა არიამმა და ამ სულის მეშვეობით ჩვენ უკვე ვებრძვით ამ გველს ანუ რელიგიას გველის თავები ხო აქვთ კვერთხებზე მეუფეებს აი გარი კადეცეუს აი ჩვენ მაგას ვებრძვით რომელიც ჯვარს კმენენ ხო ჯვარიც არ არის პლიუს ეს არის სიცოცხლის სიმბოლო რომელიც ქრისტემდე თაში მთიულებს ჰქონდათ როგორც ნაყოფიერებისა და მარადიულობის სიმბოლო პლიუსი რა ესეთი ჯვარი არ არის ეს პლიუსია და მზის ზოდიკოს ნიშანიც არის ანუ მარადიულობის სიმბოლო არის აბა დაგემშვიდობებით ქრისტეს სიყვარული ჩაიღოროს თქვენს გულებში სულიწმის მეშვეობით, იმიტომ რომ სულიწმის გარეშე ჩვენ არაფერი არ მოგვეცემა, არც ძალაუფლება, იმიტომ რომ ამბობს ქრისტე, რომ ჩემს გარეშეო თქვენო არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათო. მსახურია ის უზენაესის და რა თქმა უნდა გამტარია მამის დიდების ანარეკლი აღნაბეჭდი არის და ჩვენ რა თქმა უნდა შუამავლად ის უნდა დავიყენო და არა ადამიანი. ადამიანები
ადამიანის იმედი ჩვენ არ გქონდეს მეგობრებო, აი ბევრი არის ხოლმე გულგატეხილი, აუ ჩემი მოძღვარი, აი სამი მოძღვარი გამოიცვალე. გამოიცვლი კი შეიძლება 10-იც გამოიცვალე, იმიტომ რომ ეგენი არიან ფული დადგენილი, სასყიდი დადგენილი მწყემსები, რომლებიც ხალხს ატყუებენ, ფული თუ არ მიიტანე, არაფერსაც არ გასწავლი. აი ეგრე არის რა, ეგენი არის, აი არ არიან ქრისტეს მღვდლები, კაცო, ქრისტეს მღვდლობას ეგენი უარყოფენ. საცოცხლური რომ ვისაც უჭირავს ხელში მღვდელს, ის ქრისტეს მღვდელი არ არის ხალხო. ის არის მოსეს და აარონის მღვდლობის, ანუ სქიზმაში, ბერძნულ სქიზმაში. მაგათ დახმარება სჭირდება, ეგენი არიან საცოდავები. მღვდლები ვართ ჩვენ. აი დღეს ამ ტაძრებში შეყარეს ეს ხალხი, დაამონეს, დააბეჭავეს ახსარება ზიარებით, ცოდებში გამოიჭირეს, მღვდელმა იცის იმის ცოდები გრეხები და ემუქრება, იმ გისაჯურა, იმას გიზავ, ამას გიზავ. შენ თვითონ შენი ბრალია, რატომ მიდიხარ? რატო აძლევ შენ სულს და შენ სულზე ძალაუფლებას ვიღაცა წვერებიან გაბურძგნე ავანტყოფს. იმას ხო დახმარება სჭირდება, შენ რომ დაეხმარ. და უნდა უთხრა რომ გამოვიდეს მაგედან რა. გამოვიდეს, იმიტომ რომ აქ მანდ არაფერი არ არის ქრისტიანული. ყველაფერი ებრაული არის. ებრაული მენორა, ებრაული საკურთხეველი, ებრაული შვიდსანთელა, ებრაული საცეცხლური, ებრაული ფართუკები, მღვდელმთავრების ისინი მიტრა, თავსაბურავები, ყველაფერი ებრაულია. წყარო ებრაელებიდან გამოსვლათა წიგნის 23 თავში. მოსეს რო ეუბნება და აარონს გააკეთე და ესე გააკეთე და ისე გააკეთე. აი ის გასაუქმებლად მოგ. ქრისტემ ეს გააუქმა და შეცვალა. ანუ რაღა საჭიროა იქნებოდა მელქისედეკის წესით სხვა მღვდლის აღდგენაო, თუ კი სრულყოფა აარონინ ლევიანი მღვდლობიდან მიიღწეოდაო. ამბობს პავლე მოციქული და ეს ებრაელთა წერილი თუთ მაგით ამოიღეს. შეგვიცვალე ეს მეგობრებო და დღესაც გვიცნობენ რწმენას. დავით აღმაშენებელი 7 თუ 8 საუკუნე თუ რავი რა, ამდენი ხანი ეშმაკად ყავდა შერაცხული მართლმადიდებლებს, იმიტომ რომ მღვდლები დახოცა. აი მაგის გამო ზუსტადაც რა. ესენი არიან მოღალატეები, ქრისტეს გამყიდველები, რავი, ყველაფერზე წამსვლელები, ყველანაირ რელიგიასთან ჩუმად თანამშრომლობენ მეგობრებო, დადიან, აგერ იქ ასტანაშიც რო არის მრგვალი მაგი და ეშმაკის თვალის გვერდით ორი ეპისკოპოსი და მართლმადიდებელი. დადიან მეგობრებო, დადიან. ესენი არიან ჩვეულებრივად ბაბილონის სულიერი მეძავები. აი იესო ქრისტემ მაგაზე ამბობს, გეშინოდეთო, ვინც სულს კლავს. და ყოველთვის ვიძახდი ხოლმე, კაცო, რას ქვია სულის მოკლა? როგორ უნდა მოკვდეს სული? აი ეღოლებიც მაგას იძახიან, სული უნდა მოკვდეს, მე აღარაფერი აღარ არ იქნება. თურმე რა ყოფილა ეს სულის მოკვდება? ესენი ყოფილან მღვდლები, რომლებიც არასწორ ინფორმაციას გადაგებენ და გაცდენენ ღმერთის გზას. და იესოს გაღმერთება. აი რა ყოფილა თურმე სულის მოკვლა. ანუ იესოს ისეთ რაღაცას აწერენ, რასაც არ უთქვია და უტოლებენ მამას. ეს არის პირდაპირ სულის კლა. ანუ სულის დაღუპვა. და არა პირდაპირ გაქრება და რაღაც აღარ იარსებს, ეს სისულელი არის. ჯოჯოხეთის არსებობა რეალურია და 64-ც არის. ხრუბლებში იქნება ჭეშმარიტი მოწმე, დავითი წერს უზენაესზე. დავითი არის ჭეშმარიტი მოწმე ხრუბლებში, რომელიც უგალობებს. აი იმიტომ არის ძლიერის, თეხილი მიქვია ებრაულად. ფსალმულებს და ზებური ქვია არაბულად. ყურანში როგორც წერია, ხო ჩვენ მივეცით ზებური დავითსო. ჩვენში სამებას კი არ გულისხმობს კაცო, გულისხმობს ზეციურ ანგელოზებს და მაცნებს. უზენაესი აძლევს ანგელოზები გადასცემი. იესო ქრისტე ატარებს ყაულის მართველი კაცის ძის სახელს ზეცაში, რომელიც ძის შექმნამდე უწოდა სულ დაუფალმა ამ პიროვნებას, მეორე პიროვნება არის. პირდაპირ წერია მეორე პიროვნება. ღმერთი ხო პიროვნებაა. იესო ქრისტეც პიროვნებაა. ანუ სანამ ხორცში მოვიდოდა და იესო ეწოდებოდა დაარქმევდა. ან მარიამისგან ნაშობს იესოს. მანამდე ის ზეცაში იყო როგორც კაცის ძე, მეორე პიროვნება. აი ახაც დამიმტკიცებენ ახლა რომ არა და არა არის. პირდაპირ წერია 42 თავი ენოქის წიგნის. მეორე პიროვნებაა შესახედაობით ერთ-ერთ ანგელოზს გავდაო და სახე ადამიანის ქონდაო. ანუ ანგელოზებსაც კი არა აქვს დაჟე ადამიანური სახე. იმდენად სხვანაირი აქვს, ხო არ ვიცი ხა ანგელოზის სახე როგორ არის, 6 ფრთებიო და ზოგი ერთი თვალით იყურება, ზოგს 8 თვალი აქვს თუ რაღაც მგვალი ისინი რო იხილა, ხო იცით. ესე კია. სხვადასხვანაირი ქერუბიმები, სერაფიმები ძალიან ხელმწიფებანი და უამრავი სამყარო არის იქ ზეცაში. 10,000-ობით და უთვალავი იყო ენოქი წერს. მისი ტახტის ირგვლივ. საოცრება უზენაესი. და აი როგორ გული მწყდება რომ იესო მიაჩნიათ უზენაესად. საცუდავები არიან მეგობრებო, ღმერთმა უშოროს. წავედი. აბა თქვენიცით.